მოგესალმებით. ამ სასიამოვნო გარემოდან ძალიან მიყვარს ტირიფები და გადავწყვიტე, რომ ეხა ეს ტირიფები გამომეჩინა აქ ძალიან ლამაზად. ჩემ ვიდეოებს მოყვა ძალიან ბევრი გამოხმაურება. შემეხმიანენ ჩემი ახლობლები, თანამშრომლები. რაღაც აზრი იყო, ყველას ძალიან გაუხარდა, გამიზიარეს რაღაცა თავისი ემოციები. მაგრამ იყო ადამიანებიც, ვინც თქვეს, რომ აი ახლობლები, ვინც მაგალითად ნაწყენი იყო იგივე დაუშვათ აი ამ სამედიცინო პერსონალზე, რაღაც ადამიანებზე, კონკრეტულ ადამიანებზე. ამიტომ მე მაინც ვეცდები, რომ ჩემი ისტორიები გადმოვცე, ჩემი ამბავი მოყვე და იმ ადამიანების, ვინც ჩემთან ერთად არიან. კიდევ მინდოდა მეთქვა ის, რომ ძალიან ბევრი აი ამ 15-20 წლის მანძილზე, რაც დამიგროვდა მუშაობის გამოცდილება, ვიყავი ძალიან ბევრ ადგილას. ვიყავი სამშობიაროშიც, ვიყავი ტუბდისპანსერშიც, ვიყავი სასწრაფოშიც მუშაობდი. თემური მიქელაძესთან, ჩემი კოლეგა მივესალმებ. ვიყავი აგრეთვე რეანიმაციაში, ბავშვთა რეანიმაციაში, მოზრდილთა, ახალშობილთა რეანიმაციაში ძალიან ბევრი წლები ვიმუშავე. თავდაცვის სამინისტროში, სფეროში, უფრო სწორად, თავდაცვის სფეროში ვიმუშავე სამედიცინო სამსახურში და აი ამ ყველაფრის მერე რაღაცნაირად მე თვითონ მოვდიოდი ამ სამსახურებიდან, ხედავდი, რომ ჩემ თავს ამოვწურავდი და მერე უკვე აღარ მინდოდა, რომ იქ გავჩერებულიყავი, ანუ რაღაც ერთი და იგივე სიტუაციაში მე უნდა ყოველთვის მქონდა მოთხოვნილება, რომ რაღაც ახალი მესწავლა, რაღაც ახალი გარემო მენახა, გამეცნო ახალი ადამიანები და მოკლედ ძალიან ბევრი პროფესია აი ამ პერიოდის მანძილზე გამოვიდა, რომ ავითვისე, შევისწავლე, ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ ეხლა სადაც ვარ, ამ თემაზეც მინდა რომ თქვა, მე პერიოდულად ჩავწერ ხოლმე ვიდეოებს, მოგზაურობ, დავდივარ ღონისძიებებზე, ძალიან ესეთ გლობალურ პროექტთან თანამშრომლობ. ეხლა ვარ იმ პროცესში, როცა ჩემ გუნდს ვკრივავ და ამ გუნდთან ერთად მინდა რომ ვიმოგზაურო, ვიარო ამ ღონისძიებებზე, გაუზიარო, უფრო ბევრ ადამიანს მინდა რომ გაუზიარო ეს სიკეთეები, რითიც ეხლა მე ვსარგებლობ და აი ეს პარალელურად თუ იქნება სადმე რაიმე ისეთ საინტერესო, ყოველთვის ვეცდები რომ ჩავწერო ვიდეო და აი ამ ვიდეოთი ავწერო ის სიტუაცია, სადაც ვარ და იქ სადაც ვარ ეხლა მე არის ძალიან ფართო შესაძლებლობებისთვის, შესაძლებლობები ყველასთვის, რა ყველა ადამიანისთვის. ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა, დღეს ძალიან ისეთი აქტუალურ თემაზე მინდოდა მესაუბრა, ჩემ ხაზს გავაგრძელე. ეს არის ის ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ძალიან გვჭირდება ყოველთვის ყველას, რასაც აი წინა ვიდეოში შევეხე. და ეხლა დღეს მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთ პროდუქტზე, ესეთ ბუნებრივზე. და რატომ? ძალიან ბევრგან სოციალურ ქსელში ხდება ესეთი რეკლამაც, ესეთი შემოთავაზებებიც, რომ აი ნადპლუსი გადასხმის სახით პირველად საქართველოში, ნადპლუსი, ანუ არის ცალკე ღეროვან უჯრედებზეც საუბარი, ეს ძალიან კარგი არის და გამოხმაურებაც არის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები უკვე სხვანაირად ფიქრობენ და უკვე მიხვდნენ, რომ ეს არის დამხმარე საშუალება, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე ხარ რა პროდუქტზეც მინდა რომ გითხრათ და მიგანიშნოთ, ეს არის აი ეს სამი პროდუქტი, ნადპლუსი, ღეროვანი უჯრედები და ტელომერები ერთად კაფსულირებულ ფორმაში. და აი ეს პირდაპირ ეს ჯიბეში მაქვს
აი ესე შეგიძლიათ ჯიბეში ჩაიდოთ და ჩვეულებრივად ან ჩანთაში ან თან გქონდეთ და აი ესე მიიღოთ ხოლმე. მე ნად პლუსზე ძღეროვან უჯრედებზეც და ამ თემებზე არ გესაუბრებით ბევრს, იმიტომ რომ მე მგონი რომ ინფორმაცია ყველა საკმაოდ აქვს და თუ ვინმეს დაუშვათ არა აქვს ინფორმაცია, აი ძალიან მარტივად არის დღეს შესაძლებელი ამაზე დროს არ დავკარგავ, იმიტომ რომ შეგიძლიათ Google-შიც ნახოთ რაღაც სხვადასხვა ადგილებში ძალიან ფართოდ დაწვრილებით გასაგებ ენაზე არის ინფორმაცია აი ამ ყველაფრის შესახებ, მაგრამ რაზეც მე მინდა ახლა გავამახვილო ყურადღება, ის არის რაც აი მომიტანე ამ პროდუქტებმა. და ეს არის ძალიან ესეთი კარგი ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა რომ გაგიზიაროთ. და რა არის ეს? ჩვენ ცხოვრობთ ძალიან ისეთ პერიოდში, დაძაბული, სტრესული გარემოა, არის აგრეთვე გაჯეტებთან ეხლა ვსწავლობთ ფაქტიურად, ბავშვებს კი ვარიგებთ ხოლმე, რომ როგორ მოიქცენ გაჯეტებთან, მაგრამ ჩვენ თვითონაც გვიჭირს ამის გაკონტროლება. ამ ყველაფერმა, აი ამ სტრესულმა გარემომაც, ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ სხვადასხვა პრობლემები წამოიწია წინ, აი ენერგიის ნაკლებობა მაგალითად, მეხსიერების ესეთი დაქვეითება, რაღაცნაირი მხედველობაზეც შემეყო მე პირადად, ძალიან ისეთი მქონდა პერიოდები, რომ გამიუარეს და მხედველობა. აი ამ დამხმარე საშუალებებმა, ასე ვთქვათ, ბჭყალებში, ეს ყველა პრობლემა მომიგვარა. ანუ ვარ ენერგიით სავსე, აღარ მაქვს დაღლილობა, გაუმჯობესდა ჩემი მეხსიერება, იმიტომ რომ მარტო ჩვენ ასაკშიც არა, მე მგონი ახალგაზრდებსაც აქვთ ხოლმე ეს პრობლემები და ჩვენ ასაკში მით უმეტეს. და მენოპაუზის პერიოდში კიდევ ქალბატონებს ეცოდინებათ, რომ მით უმეტეს ეს პრობლემები არის. აგრეთვე აი რაც ახასიათებს აი ამ ყველაფერს მენოპაუზასაც, აი ამ ასაკსაც და აი ამ ყველაფერს სახსრები აღარ მტკივა, დილას ფაქტიურად ჩემი დილა იწყება 6-ის ნახევრიდან, იმიტომ რომ ესეთი სიტუაცია გვაქვს ოჯახში, მეუღლე, ბავშვები, სკოლაში მიდიან, რაღაცა ყველა საქმე გვაქვს ჩვენი, რასაც ვაკეთებთ. გინდა ქალბატონი იყოს, გინდა მამაკაცი, სულ ყველა და აი ამ ენერგიას მაძლევს, ისე რომ მთელი დღე შემიძლია ესეთ როგორც ვამბობ 6-ის ნახევრიდან გამოვიდე, რაღაც ჩემი საქმეც ვაკეთო, სახლშიც ვაკეთო და ვიყო ენერგიული, ხალისიანი, გონება მქონდეს გახსნილი, სახსრებზე ძალიან კარგად იმოქმედა, იმიტომ რომ შემიძლია ვიარო და ხელს არ მიშლის, როცა ძალიან მარე ვიღლებოდი, ცოტა ისეთი რთული იყო უცბად რომ აღმოვაჩინე, იმიტომ რომ სტუდენტობის პერიოდში ძალიან ბევრჯერ იყო, რომ დილას მაგალითად სანამ წავიდოდი ლექციებზე, დილას ძალიან მიყვარს ადრე ადგომა და დილას ავდგებოდი, ავიდოდი კუსტბაზე ფეხით, იქ ვივლიდი, ვივარჯიშებდი, ჩამოვიდოდი, შხაპს მივიღებდი და შემდეგ მივდიოდი უკვე ინსტიტუტში, სამსახურში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს წლების მერე რომ აი ესე დაუბრუნდი აი ესეთ ჩემ რეჟიმს რომ მინდოდა რომ გამეგრძელებინა ესეთი აქტიური ცხოვრება, უკვე მივხვდი რომ ეს შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ვეღარ დავდიოდი ფეხით იმდენს, ანუ ეს მუხლებით, სახსრებით, ეს ყველაფერი, ეს ბუნებრივად ყველაფერი თავისებურად მოიტანა ამ ყველაფერმა. ხო და აი ეხლა აი ამ დამხმარე საშუალებებით მე მაგალითად აღარ მიჭირს ეს ჩემი ესეთი საყვარელი საქმიანობები გავაგრძელო. ან ვიარო, ვისეირნო ფეხით, ესეც ჯანმრთელობა რა თქმა უნდა, ვაკეთო ჩემი საქმე ოჯახში, მქონდეს გონება გახსნილი და არ მავიწყდებოდეს ყველაფერი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი საქმეც მქონდეს პარალელურად, მქონდეს ნორმალური ძილი, რაც ძილის ხარისხიც ძალიან გამიუმჯობესდა მეხსიერებას და ნუ აი ეს ყველაფერი მომიგვარა მოკლედ ამან და დამეხმარა, ასე ვთქვათ, რასაც თქვენც გირჩევდით.